დილა დაიწყო შვრიის ფაფით. შვრიის ფაფა გარგარით გაუკეთა გოგოებს და დანიელამ ნახევარ დატოვა. ევეკომ ამოესუფთავა როგორც ყოველთვის. ჯერ დილა არის ადრიანი და ეს არის ტანსაცმელების რაოდენობა. თავის ნასკებიან, კაბიან, ელასტიკიან, ზედიანად, რაც დანიელამ გამოიცვალა და ჯერ ფეხზე რო გაიკეთო, რა ვიცი, გაიკეთე დედა. ყველაფერს საოცრებებს ესაკეთებს. ხო და საღამომდე დიდი დრო გვაქვს, კიდევ ბევრ რაღაცას გამოიცვლეს. და სამეცადნო მაგიდასთან დილიდან აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, იატაკზეც, ზემოთაც. ქალბატონი დანიელა, გამომხედე დანი? აი მე რა სასაცილო ქალი ხარ, ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. არ მინდა დედიკო, ისედაც აი ეგ მაკლი, ახლა სხვა დანარჩენი ყველანაირად მოწესრიგებული ვარ. რაღა დილა დაიწყო ლამის 12 საათი. არა 12 არა, მაგრამ 11 კი სრულდება. მოვალაგე დანიელას გადმოყრილი ტანსაცმელი, მეც მოვწესრიგდები, ერთი თმა დამრჩა დასავარცხნი. ხო და მივდივართ ქუთაისში, მამაჩემთან ერთად, რადგან ჩვენი ძველი მანქანა არის გამკეთებელთან დატოვებული და ის უნდა წამოვიყვანოთ. გარეთ წვიმს კოკისპირულად. გოგოებს ტოვებ სახლში და მე ისევ ვიქნები ქუთაისში წასასვლელი, რადგან ჩემს უსაყვარლეს ნათლი დედას, ჩემს ბავშვობის და ქალს აქვს დაბადების დღე და საჩუქარი ნაყიდი კი მაქვს. თავარი ეს საჩუქარი მივიტანო იუბილარამდე ხო და წავედით ახლა თმას დავივარცხნე. სუნამოს შევიბგურებ და თავარია ხელისკრემი არ დამავიწყდეს. იმიტომ რომ კატასტროფულ დღეში მაქვს ხელები. სულ წყალში რომ აქ მაგიტა ხო და გაჩვენებთ ახლა რომელ ხელისკრემს ვიყენებ. აი ამას. მე ვარ ძალიან კმაყოფილი, 20% ურია შიგნით, რაც ხელს უწყობს გამომშრალი კანის აღდგენას ძალიან და იყო ფასდაკლებით სადღაც 15 ლარი, არა, რა 15 ლარი, უფრო ნაკლებ გადავიხადე, 10 ლარი. 10 ლარამდე? არ მახსოვს. ერთ სიტყვით იმპექში იყო ფასდაკლებით და ფასდაკლებით ვიყიდე. დანიელასთვისაც მაქვს ანალოგიურად იგივე ფირმის ტანის ლოსიონი და ეველინასთვის. დანის უფრო მშრალი კანი აქვს, ამიტომ სისტემატურად ვიყენებ დანისთვის. ნუ რა თქმა უნდა ევეკოსთვისაც. და ვარ ძალიან კმაყოფილი. ხშირად აქვს ფასდაკლებები სხვათა შორის. ეხლა ვარ სოფელ რიონში. ოღონდ სოფელ რიონში საღორის ტყიდან რო გადადიხარ, იქ კი არა. ჭომა გუმათი რო უნდა გაიარო და ზარათისკენ რომ მიდიხარ, აი იქავარ. მამიკო დავტოვე მის მეგობართან ჩვენი ძველი მანქანა ჩემი Nissan March-ი ყავდა დატოვებული. იმიტომ რომ რაც საჭესთან ზის მამაჩემი ამდენი წლების მანძილზე არასოდეს ჩები არ მოსვლია. არასოდეს. და სამწუხაროდ წინა დღეებში გურიაში სამწუხაროდ წინა დღეებში გურიაში დაიჯახა ერთი ახალგაზრდა ბიჭი საპირისპიროზე შევიდა ეს ბიჭი და მამაჩემსაც სხვა შანსი არ ქონდა რა თავი რო აერიდებია, იმიტომ რომ მამაჩემი მის გზაზე მიდიოდა და ეს საპირისპიროზე შევიდა. კიდე კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. არავინ არ დაშავებულა. იმ ბიჭის მანქანა საკმაოდ დაზიანდა, მამაჩემისაც საკმაოდ დაზიანდა. და ღმერთს მადლობა, რომ მხოლოდ მანქანის დაზიანებით შემოიფარგლა ეს ყველაფერი. და ეხლა რომ მივდიოდით გზაში რომ ლაპარაკობდით, ხო აი მართლა
რამდენი წელია საჭესთანა და არასოდეს ავარიულ სიტუაციაში არ ყოფილა, აი არასოდეს. კინას კი ეშველება. კინა არასდროს არ უნდა იტირო ადამიანმა. ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე ძვირფასი. ამიტომ პირველი რაც გავაკეთე რომ მოვიდა სახლში რომ მამა რას ლაპარაკობ, მაინც განიცდიდა რომ შენი პირველი მანქანაო და ასე მოხდაო და რას ლაპარაკობ, მე ვთქვარი შენ იყავი კარგად. კინას კი ეშველება. გაუკეთეს ახლა. კაპოტი ქონდა გასაკეთებელი, ბამპერი ქონდა გასაკეთებელი. საკმაოდ გასაკეთებელი იყო რა. და ეხლა სადაც დავტოვებ ამ მხარეში ვარ პირველად. არასოდეს არ ყოფილვარ აქეთ და საკმაოდ ისეთი გზა მოხვეული გუმათგესთან. მივდივარ ეხლა გავივი თიკოსთან სავარაუდოდ დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ეხლა წყალდიდობაში ჩავიდე და ჩამოვიდე აზრი არა აქვს. და გავივი თიკოსთან, მიულოცავ დაბადების დღეს და მერე წავალ სახლში. შეხედა ეხლა მანქანას ამოისუნთქა პატარა ბავშვი ვიდრო აინო ხო გაკეთდაო და რაზაბო ბევრწყალი შენ იყავი კარგად. რაღაც ფერებში აქ ცოტა სხვაობა, ეხლა სხვა კაპოტია დამაგრებული და თვითონ მამაში როა სხვაობაო და არა უშავს მეთხარი. შენ ხო დადიხარ მაგ მანქანით და შენ ხო გაკმაყოფილებს და იმისიქით აღარ ინერვიულა და იფიქრო მაგაზე თქვა და რამხელას ნიშნავს ადამიანის სიტყვიერი თანადგომა ადამიანისთვის. ძალიან ბევრს ნიშნავს. ოპა. მიწისგან არის დაზი, ანუ მიწა არის ჩაცოცებული და ეს ბეტონის გზა არის დაზიანებული ერთ ადგილზე. როგორი ისეთი შესახედავი არის ეს. ჩემთვის საშიში შესახედი არის ეს. რაღაცნაირად. შიშთან ასოცირდება ჩემთვის. ხათო არ ვიცი. არა არ შეუშინები ვარ არასდროს. ავე ამასობაში წყალტუბოშიც ჩამოვედი, ვიყავი ჩემს დაქალთან. მივუტანე საჩუქარი, ყვავილები ვუყიდე. ხო და გავჩერდი ცოტა ხანი სახლში არ იყო, მცხეთაში იყო მეუღლესთან ერთად წასული, ბავშვებს მოვესიყვარულე. მის დედიკოს ველაპარაკე და მოვედი სახლში აგერ. წვიმს არ გაჩერებულა, აი საერთოდ. თი კატათქო. ხო და მოვედი სახლში აგერ. ამასობაში. ასეთი ამბებია, აი მეძინება. კიდევ ვიღალე ცოტა არ იყოს. ახლა მოვიფიქრებ რა გავაკეთო საჭმელი. ფიქრობ ქაცვის კატლეტი გავაკეთო. მაქვს ფილე და გოგოებიც შეჭამენ. ესეთი ამბებია. წავედი.